გიორგი, შენი აზრით მსოფლიო ჩემპიონატს ვინ მოიგებს? ფეხბურთში არ ვიცი და ფულში აშკარად FIFA იგებს. მოიცა ეგრას ნიშნავს. იმას ნიშნავს, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან FIFA-ს შემოსავალი თითქმის 11 მილიარდი დოლარი იქნება. ამდენი ფული საიდან აქვთ? სატელევიზიო რეპორტაჟების უფლებების გაყიდვიდან, სარეკლამო შემოსავლები ხო სპონსორები ყავს მსოფლიო ჩემპიონატს, ბილეთების გაყიდვა, VIP ლოჟების გაყიდვა და ძალიან ბევრი წვრილმანი დეტალი, რაც საბოლოო ჯამში ამ დიდ თანხას ქმნის. და მასპინძელ ქვეყნებსაც ხო ალბათ ძალიან დიდი შემოსავალი აქვთ. დასრულიერად 6 მილიონი ტურისტი ჩავა სამივე ქვეყანაში, თავისთავად ეს ნიშნავს, რომ სასტუმროებში გაიყიდება ადგილები, რესტორნები დაიტვირთება, ბევრი ლუდი დაილევა კიდევ, რაც თავისთავად მასპინძელი ქვეყნებისთვისაც კარგი შემოსავალია. თან მათ არ მოუწია დიდი ინფრასტრუქტურული ხარჯების გაღება, ანუ სტადიონები უკვე აშენებული იყო ამ ქვეყნებში, მექსიკაშიც, კანადაშიც და ამერიკაშიც, შესაბამისად ხარჯი ნაკლები ქონდა და შემოსავალი საკმაოდ დიდი იქნება, როგორც ვარაუდობენ, იმიტომ რომ მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა, თამაშების რაოდენობა გაიზარდა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტი ფულის გენერირებას ნიშნავს. ამდენი ფულიდან გუნდებს რა ხდებათ? საპრიზო ფონდი 500 მილიონი დოლარზე მეტია დაახლოებით, ყველა გუნდი გარკვეულ თანხას მიიღებს და რა თქმა უნდა ჩემპიონს დაახლოებით 50 მილიონი დოლარი შეხვდება. არა, ფეხბურთს უნდა გავყოლოდი რა.